ჩვენს ქვეყანაში ისედაც თავისთავადაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მულტივექტორული პოლიტიკა. ანუ საქართველოს უნდა მიდიოდეს დასავლეთისკენაც, ჩრდილოეთისკენაც, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ. ჩინეთთანაც კარგად უნდა იყოს, ირანთანაც კარგად უნდა იყოს, რუსეთთანაც კარგად უნდა იყოს, ეს აღნიშნულოვანია. და ევროპასთანაც, როგორც ევროპასთან კარგად არა ვართ ამასთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც კარგად უნდა ვიყოს და თითოეულ მოთამაშეს, მაგალითად 5 მოთამაშეა, ხო? 20% უნდა დაავუთმოთ ჩვენი დროისა, ენერგიისა, ჩვენი ორიენტაცია, საგარეო ორიენტაციისა და ასე შემდეგ. უხეშად. ჩინეთზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული 20%-ით, ირანზე 20%-ით, რუსეთზე 20%-ით და ძალიან დიდი პროცენტია, ეგრე მაგის პასუხია ბროტების ამ 3 ღერძისათვის 60 გამოდის ჯამში, ევროპაზე 20% და შეერთებულ შტატებზე, რომელიც ევროპისკენ აღარ არის, ასევე 20%-ით. ბოდვა ეს. საქართველოს გადარჩენა უწევია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ღირებულებების ერთგული და შესაბამისად დასავლური სივრცის ნაწილი და ყოველგვარი მულტივექტორული პოლიტიკის წინააღმდეგი, წინააღმდეგი იქნება და იმოძრავებს მხოლოდ დასავლეთისკენ და იქნება დასავლური სივრცის ნაწილი. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ თავადაც ამბობს, რომ მულტივექტორულობა გარდაულა და უცილებელია, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად საკუთარი მედიის საშუალებებით გამოიყვანს ხოლმე ცალკეულ პირებს, ევროპელებს, ხაზგასმით ვამბობ ამას, რომლებიც ამას გვიმტკიცებენ ყოჩახ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აფერუმ, რომ მან აირჩია ეს მულტივექტორული პოლიტიკა. აი მაგალითად ვირმე რიჩარდ საკმა, ბრიტანელი პოლიტოლოგი, გამოუყვანია რუსთავ ორს, რომელიც ამბობს შემდეგ რამეს. საქართველოს ქმნის მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს პრაგმატული, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია არა ვინმეს რამის თხოვნაზე, არამედ ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ეროვნული ინტერესი არის რომ ვიცოდეთ, მაინც საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი, ფილოსოფიური, კონცეპტუალური, სამარადჟამო, ისტორიული ინტერესი არის საქართველოს მოხვედრა ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროპულ და დასავლურ სივრცეში, თუ მაინც და მაინც არ გინდათ რომ გამამახვილო ყურადღება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატოზე ან ევროკავშირზე, რომელიც გვარიანად სუსტია, მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე ბროტების ღერძები, ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთად თუ ცალ-ცალკე, საქართველოს უნდა იყოს დასავლური სივრცის ნაწილი. ამ შემთხვევაში გვიწერია ჩვენ გამარჯვება, რომ ვიცოდეთ, მაინც გამარჯვება და მანამდე კი გადარჩენა. ესეც მნიშვნელოვანი პოინტია, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ახლა ვიბრძვით მოცემულ ეტაპზე. ვიბრძვით არა იმდენად გამარჯვებისთვის, რაც გარდაულა და აუცილებელია, რასაკვირველია ჩვენი სამარადჟამოობისათვის, არამედ ჩვენ ვიბრძვით მოცემულ ეტაპზე გადარჩენისათვის. ისეთი პროცესები მიმდინარეობს ვიწრო ან ფართო გაგებით რეგიონში, კიდევ უფრო ფართო გაგებით რეგიონში, რომ ახლა გამარჯვება ხომ აუცილებელია, მაგრამ მოცემულ ეტაპზე გადარჩენა აუცილებელია. სახელმწიფოებრივი ორგანიზმის, სახელმწიფოებრივი სხეულის, სახელმწიფოს გადარჩენა, ეს არის ჩვენი ეგზისტენციური გამოწვევა ახლა ამ პერიოდში, ვიდრე ჩაცხრება, დაწდება, ჩაცხრება რთული პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში და მართლაც მიმდინარეობს. არავინ იცის, როგორ გარდაიქმნება მსოფლიო, ეგრე მაგის პასუხია გაერო, მაგალითად, იქნება თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ. ალბათ მაინც ან არ იქნება საერთოდ, ან გადაკეთდება ყოველ შემთხვევაში მისი უშიშროების საბჭო ამ ფორმით, ალბათ მაინც ამ გვირაბის ბოლოს გამოჩნდება სინათლე და ამ კვანძის გახსნისას უშიშროების საბჭო, რომელშიც ვეტოს უფლება აქვს რუსეთს, სულ მინიმუმ და სხვებსაც აქვს, რასაკვირველია, მაგრამ რუსეთი სულ მუდმივად იყენებს ამ ვეტოს უფლებას და უმაქნისი, არაფრის მაქნისი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და გარდაიქმნა, მერე უკვე გაძლიერდა, როგორც არაფრის მაქნისი ორგანიზაცია ახსენებული გაერო. გარდაიქმნება თუ არა ნატო, გარდაიქმნება თუ არა ევროკავშირი, როგორც სივრცე და როგორც ორგანიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქნება თუ არა ორმხრივი ურთიერთობები, იქნება. კავკასიაში, რომ ვიცოდეთ, მაინც შემოდის დასავლეთი ძალიან მძიმედ, ძალიან მსუყეთ. კავკასიის რეგიონი არის ერთადერთი თანხმობის, ან თანხვედრის წერტილი სივრცე მთელ მსოფლიოში, რომელთან დაკავშირებითაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არ ჩხუბობენ ერთმანეთში, ყველაფერზე იჩხუბეს ლამის. ამ მნიშვნელობა აქვს, ვინ ვის დააბრალებს, ევროპის არაადეკვატურობას დააბრალებს თქვენ, თუ ტრამპის სიხისტრეს დააბრალებს თქვენ.
რა მნიშვნელობა თუ აპირიქით ხო რა ევროპის ადეკვატურობას და ტრამპის სიხისტეს. ეს ჩხუბები დაფიქსირდა, მაგრამ მე მაინც ვამბობ რომ ევროატლანტიკური ერთობა როგორც ასეთი არ მოინღვა, რაც არ უნდა მოხდეს ამ ორ სივრცეს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, რა საჯილდაოქმებიც ან რა გასაყოფი სივრცეებიც ან რა გასაყოფი თემებიც არ უნდა არსებობდეს. მათ შორის და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ დასავლური სივრცის ნაწილი შუა გულში, მეთქი ასე ვიტყვი, აღმოსავლეთ ფრონტზე აქვე ვიტყვი და ასე შემდეგ. ეხლა ეს ხო არის ერთი ამბავი და მეორე ამბავი არის რატომ ვიქნებით? მოდი ასე აგიხსნით, როგორ ვიქნებით? ასე უსაშველოდ ვერ გაიწელება პროცესები ირანში, როგორც კი მომრგვალდება, როგორც კი კვანძი გაიხსნება, როგორც კი ეს რეჟიმი, არსებული რეჟიმი ირანის მოსუსტდება და დამარცხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, აქამდეც უნდა დამარცხებული იყო, რასაკვირველია გეთანხმებით, ამერიკამ ვერ გათვალა სახმელეთო ოპერაცია, ეს ყველაფერი ვიცი. მაგრამ ესე უსაშველოდ ვერ გაგრძელდება ირანის უკაცრავად ვერ ჩინეთის, მაგრამ ირანის ამგვარი რეჟიმის არსებობა. როგორც კი ირანის ამბავი მომრგვალდება, მოთავდება, გადაწყდება, უფრო იოლად დაიწყება ეგრა მაგის პასუხია შეერთებული შტატებისა და ხსენებული დასავლეთის მსუხეთ შემოსვლის პროცესი ხსენებულ კავკასიაში, კავკასია კი საქართველოს გარეშე, კავკასია სრულად არ არის. 3/3-ისგან შედგება კავკასია. საქართველოს ლიდერი, სომხეთი, ვერ წევამთიც, სომხეთი, საქართველოს მოკაცრავად, როგორ გავაკეთოთ, საქართველოს ლიდერი, მერე უკვე სომხეთი ჩამოვწიე როგორც იქნა და მერე უკვე მესამე აზერბაიჯანი თანატოლი სახელმწიფოებია, ეს რომ ვიცოდეთ მაინც რა მნიშვნელობა აქვს ჩემი შუა თითი უფრო დიდია თუ არა ვიდრე ნეკა თითი საჩვენებელი კი არა არათითზე დიდი ის არის რომელსაც ხვდები. დიახ, 3 სახელმწიფოა და ამ ორ სახელმწიფოში, რომლებიც ჩამოვწია აზერბაიჯანს, სომხეთსა და აზერბაიჯანში, შემოსულია საქართველოს გარეშე სტაბილურობა კავკასიის რეგიონისა პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები გააქტიურდა საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ ახლა ჩვენს ქვეყანაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ უფრო ვსაუბრობ სომხეთზე. სომხეთში ხვალ ზუსტად შვიდში არის უისტორიულესი არჩევნები. აქ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ფაშინიანი და ფაშინიანის პარტია. ეს არის გადაწყვეტილი ამბავი, ვერაფერი ვერ მოახერხა რუსეთმა, მიუხედავად 598 ან 1597 მცდელობისა აერია შიგნით ვითარება. სომხეთთან მიმართებაში მოცემულ ეტაპზე რუსეთი ვერაფერს ვერ გახდა. ბუდანოვიც კი, მიხეილ სააკაშვილი, ბუდანოვის სხვები და სხვები ევროპელი პოლიტიკოსები, სომეხი პოლიტიკოსები, რუსი პოლიტიკოსები და უკრაინელი ბუდანოვი კი გიხსენეთ, ამბობდნენ და ამბობენ დღესაც, რომ რუსეთი ეცდება რევანშს, მაგრამ არ გულისხმობენ მაინც და მაინც იმას, რომ 7 ივნისისთვის მოახერხებს ამას. უკვე შემდგომი პერიოდია გაცილებით საფრთხილო და საშიში სომხეთისათვის. იმ სომხეთისათვის ბარემ ვიტყვი, რომელშიც ეს ტრიპი, ეს ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ამოქმედდება და ყველა სხვა ეკონომიკური პროექტი, დიდი მეგაპროექტები ამოქმედდება, როგორც კი ხსენებული ირანის პრობლემა მოგვარდება, ეს გული გითხარით და არ გითხარით და მოვწყოთ თუ არ მithქვავს, გიბოდიშებთ და ამოქმედდა უკვე მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ქარხანა, ხელოვნური ინტელექტის თელი მანუფაქტურა. ხელოვნური ინტელექტი შეჭამს ან ხელოვნური ინტელექტი იქნება უმთავრესი მსოფლიოში და ამ დროს დასაბამს ისიც ლავროვი საქართველოსთან მიმართებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეექმნება პრობლემები თუ საქართველოს ევროკავშირისკენ იმოძრავებსო რა სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩვენს დროებაში და რა რაღაცა პრობლემები ევროკავშირისათვის. საქართველოს თვითკმარ ან ნაწილობრივ თვითკმარ სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს საქართველოში ყოველთვის და რუსეთში თუ არ გავიტანთ, სადაც მართლა გააგვაქვს. ეს პრობლემა არ იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი დაიპყრობს მთელ მსოფლიოს, ასე შემოვა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შემოვა, მეთქი ასე ვიტყვი, აგენ სომხეთში შედის ქარხანა. კლავი მეორე, მანიფაქტურა, ქარხანა შეიქმნება, იქნება NVIDIA-სი სომხეთში მაშინ, როდესაც ივანიშვილი ჩარჩის ხელისუფლება ყიდის მიწას გრწანიში, მიწას გონიოში, იქ ინვესტიცია იქნება რაღაც 2 მილიარდი, იქ 6 მილიარდი იქნება თუ აბა არაბები გადაგვაგდებენ თუ არ გადაგვდა და ასე შემდეგ, მაღალ ტექნოლოგიებში იდება ინვესტიციები მეზობლად, თავდაცვასა და მაღალ ტექნოლოგიებში ასე ვიტყვი.
ხოლო ეს ჩარჩული ვაჭრუკანა ხელისუფლება არაფერ მხოლოდ კორუფციულ მაქინაციურ რაღაც ბიზნესებს იგონებს და ამგვარი ინვესტორებიც შემოჰყავს, რომელთა რაღაც ატკატებში დარჩება პირობითად ლაპარაკობს 753,000 ან 7,430,000 დოლარი ლარი თუ ფუნტი სტერლინგი მანათი პირობითად ლაპარაკობს. ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში გარდაულა დაუცილებელია სწორედ მაღალ ტექნოლოგიებში. ხა სომხეთი რა კავშირშია ყველაფერთან? სომხეთში აქ იგითხარით, რომ ფაშინიანი მოიგებს დღეს კი არა ხვალ. რუსეთი მოემზადება უფრო დიდი რევანშისათვის აგვისტოს-სექტემბრისათვის და ამ პერიოდს გულისხმობს მე მგონი ბუდანოვის და მიხეილ სააკაშვილის და სხვებიც, ვინც უშვებს იმას, რომ სომხეთში რუსეთი შეიძლება კონვენციურადაც კი შევიდეს, კონვენციური ომიც დაიწყოს, მაგრამ როგორ უნდა დაიწყოს რუსეთმა კონვენციური ომი? მეც ვილაპარაკე ამ თემაზე ამ რამდენიმე ხნის წინ 5-6 დღის წინ მიშამ გააკეთა ამასთან დაკავშირებით უსაინტერესო ესი განცხადება. მე მგონია, რომ მიშამ აპოკალიპტური სცენარი დახატა და თქვა, რომ აპრიორი შევა სომხეთში რუსეთიო და მე მგონია, რომ აპრიორი ეს სულაც არ არის, მაგრამ გამორიცხული რომ არ არის, ამაზე ვსაუბრობ ზუსტად. და როგორ შევა კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ შემთხვევაში თუ გიუმრის სამხედრო ბაზის მომარაგება მოხდება არა ავიაციით, საჰაერო მიმოსვლით. არამედ იმ შემთხვევაში თუ დერეფანს მისცემს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი, ანუ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება, რუსეთს გაატარებს შემოსულს როკის გვირაბიდან თუ ლარსის, ალბათ მაინც უფრო როკის გვირაბიდან, შემოსულს და მარშით წამოსულს ცხინვალის რეგიონზე, მერე გორში შემოსულს და მერე უკვე იქით. ან აქეთ სადახლოსაკენ არ ხმებოდ ახალციხე ახალქალაქისაკენ. გაბედავს ამას ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი, ანუ გაატარებს მარშით. წინა მე არ ვამბობ, რომ რუსეთი ამაზე წამოვა. თუმცა არ გამოვრიცხავ. მე იმას ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი წინააღმდეგობის გამწევი რუსეთისათვის არ არის. აბა ხომ არ ვესწროდით. ამის მთქმელია, ამის ხმა მინდა თავადმე. არეულობებს რომ ვიცოდეთ, მაინც თუ რუსეთი გადაწყვეტს ამ არეულობებს კავკასიის რეგიონში და მას არ ეთმობა არც საქართველო, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი პრინციპში, ის უფრო დაგეგმავს აგვისტოსათვის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამის პროცენტული ალბათობა, როგორც ასეთი, არის არაუმეტეს 20%, 15%, მაქსიმუმ 30%-ისა და ჩვენ ამასობაში ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ ძალიან დიდი გამადიდებელი შუშით და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მიუხედავად რომ ისე რომ ის დე-ფაქტოა, უნდა მოვთხოვოთ ადეკვატურობა. ამასობაში ისევ სომხეთი. ხვალ აქ იგითხარით ფაშინიანი და ფაშინიანის პარტია იმარჯვებენ. სხვათა შორის ამ გენიალურმა პოლიტიკოსმა უსაინტერესო ესი ნაბიჯები გადადგა. ახლა იცით თქვენ რომ რუსები ცდილობენ დაეყნონ იმ ამომრჩეველს, რომელიც შემოაგზავნეს, ანაპირებენ რომ შეაგზავნონ სომხეთის ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქეები და იმავდროულად რუსეთის მოქალაქეები არიან კონკრეტული ადამიანები პირობითი გვარით კარაპეტიანი. კარაპეტიანი იმიტომ ვახსენე, რომ ფაშინიანის თავარი მოწინააღმდეგე კარაპეტიანია და კარაპეტიანების ნაწილი მაინც სწორედ კარაპეტიანისკენ და არა ფაშინიანისკენ იქნება. მოკლედ რუსეთში მაცხოვრებელი ნებისმიერი გვარსახელის სომეხი მოქალაქე. ფაშინიანმა უიფიქრა ამგვარი რამ. ჩამოდით, პრობლემა არ არის. ოღონდ ვინც ჩამოვა 25 დღიანი თუ არ ვწდები, სამხედრო სავალდებულო გაწევაში უნდა გააწევა, ზეო თუ გაწევაში უნდა გავიდეს. მოკლედ ჯარში უნდა წავიდეს. ამის შედეგად, წავიკითხე ერთგან, ათეულობით ათასმა სომეხმა მიიღო გადაწყვეტილება არ ჩამოსვლის თაობაზე. ანუ ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ რუს სომხებს, რომლებიც არიან სომხეთში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ახლა ფაშინიანს, მე მირჩევნია არ წავიდე ჯარში 25 დღით, მით უფრო არ ვიცი რას მოიფიქრებს კავკასიის მასშტაბით რეჟისორი კაცი. ძალიან საინტერესოა ეს უკანასკნელი სიტყვა, რეჟისორი უნდა იყო და რეჟისორები კავკასიის მასშტაბით არიან ორი რეჟისორი ყავს კავკასიას, ეს არის ალიევი, ეს არის ფაშინიანი. ივანიშვილი სამწუხაროდ არათუ რეჟისორი არ არის, არამედ კულისებში სათადარიგო მსახიობიც არ არის ამ დიდი ამ საინტერესო სპექტაკლისა, რომელიც ამ წარმოდგენისა, რომელიც არის კავკასიაში და უფრო ფართოდაც. ზელენსკი მაინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავარი რეჟისორია, რომელიც პუტინს იმას უთვლის, რაც შეუთვლა, აღარ ვილაპარაკოთ ახლა ამ თემაზე. მოკლედ, აიღეთ პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში, აიღეთ პასუხისმგებლობა ამ თავისუფლებაზე, ასე მიმართა, ესეც მიმართა ფაშინიანმა სომხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც
რომლებიც აპირებდნენ ან აპირებენ ჩასვლას სომხეთში და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ფაშინიანის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებას არჩევნებში. პუტინის მათი გამოყენება უნდა და პუტინი არ გამოვრიცხავ რომ გამოიყენებს იუმნის სამხედრო ბაზას, თუმცა ის იუმნის სამხედრო ბაზა მოცემულ ეტაპზე 3000 ჯარისკაცი და არა უმეტეს, ვერაფერს გახდება თუ ის არ გაძლიერდება. და გაძლიერდება თუ არა, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე. თუ საქართველოს მისცემს დერეფანს, ამ შემთხვევაში მოძლიერდება და გაძლიერდება. მაგრამ მე არ მგონია სიმართლე გითხრათ, ბოლომდე გულახდით თუ იქნები, რომ ივანიშვილიც კი ამ ყველაფერს გარისკავს. არა, შეიძლება თქვენ მივიხსნათ, რომ ივანიშვილს ვინ გითხავსო? ივანიშვილი, ასეც არის ნაწილობრივ. ივანიშვილი კი არა, ვერავინ ვერ აღუდგება წინ რუსებს თუ მარშით გამოივლიან ისინი როკის გვირაბიდან ვიდრე სომხეთამდე. მომარაგ ტანკებს ჩაიყვანეთ, მაგრამ ეხა მე-5 თუ მე-7 თუ 47 მხრივ რუსეთს აქვს კი ერთი ადგილი უნარი დუნდული საიმისოდ რომ სომხეთიც შიც შეიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები. თავად ამბობს პუტინი 2400 კილომეტრია ფრონტის ხაზიო და თუ 2400 კილომეტრია და მიუხედავად იმისა რომ პუტინი ამბობს რომ ვიმარჯვებთ 2400-ვე კილომეტრზე წინ მივიწევთო, ხომ ისიც რომ ეს ტყუილი ამბავია და იქაც კი ადამიანური რესურსი ასევე ტექნიკა ძალიან უჭირს რუსეთის ფედერაციას, ანუ უკრაინაში და ეხლა მე გეკითხებით, სომხეთში რევანში კი უნდა, მაგრამ მოახერხებს კია? მე გულახდილად გეტყვით, რომ ეჭვი მეპარება. ამიტომ კავკასია ძვრება. ამერიკას არ მისცემს სომხეთში რევანშის შესაძლებლობას, ეგრა მაგის პასუხია რუსეთის ბოროტ იმპერიას. ამიტომ კავკასია უძვრება, ეს უსხლტება რუსეთის ფედერაციას ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ანუ კავკასია თავისუფლდება, ოღონდ კავკასიის 2/3 და მთავარ კითხვამდე მივედი. ეს კითხვა ყველას გვაწუხებს. მოდი ვიყოთ გულახდილები. ბიზინა ივანიშვილი, აი ამ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფას წაიკითხავს კი 497 სვავამ კითხვას და 497 ჯერ 496 ჯერ პასუხი გაცემული ამგვარი ვერ კითხულობს ჯერჯერობით მე 497 ჯერაც ამ კითხვის პასუხად ვიტყვი ამ სიტყვებს ვერ კითხულობს. აქამდე არ წაუკითხავს. ამიტომ არანაირი ჭკვიანი გონიერი ადამიანი ზებუნებრივი გონისა და ზებუნებრივი ინფორმაციების ფლობელის არ არის და ვერც იქნება ის ხეებთან ჩამხუტებელი კაცია და ოდე. მომავალში წაიკითხავს თუ არა, საქმეც ის არის, როგორც წინა ვიდეო ბლოგში აღვნიშნე, რომ ბიზინას ცოტა დრო აქვს დარჩენილი, რომ ეს გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფა წაიკითხოს. ჯერ უნდა წაიკითხოს. და მე არ ვიცი ამ მომენტს გამოიყენებს თუ არა. კარგით, გადავხედოთ კიდევ რამეს, თუ რამე ნიუსი არსებობს, მოდი სვიფტი ჩაუწიოთ ამ სარეკლამო Lion Development-ის სარეკლამო რგოლს რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს რომ მიმართავს ფაშინიანი ეს კი გითხარით, კიდე ბევრი რამის თქმა მინდა რასაკვირველია, ბევრი რამის თქმა შეიძლება რასაკვირველია. მედვედევს უთქვამს ფაშინიანზე რომ ყველაფერი გააფუჭა ფაშინიანმა ლოთი და შფოთია ეს ბიზინას მედვედევი. შფოთი არ ვიცი, მაგრამ ლოთი ნამდვილად არის. გადავხედე ახალ ამბებს, newsfeeds ეგრეთ წოდებული, ესე იგი მარკო რუბიოსთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მაგრამ სხვა ვიდეო ბლოგში განვიხილოთ. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისევ ფაშინიანი ხო, პუტინი პეტერბურგში მყოფი მიხეილ ხადორკოვსკი ავრცელებს, ნუ კადრები ერევნიდან. და უკრაინული მადლობა. უკრაინული დრონების გასული ღამის მონაგარი კრასნოდარის მხარეში, უსტ-ლაბინსკში ნავთობაზა იწვის. აფეთქებების ხმები ისმის სანქტ-პეტერბურგში და ტრონშტადტში ოკუპირებულ მარიუპოლში პორტს ოკუპირებული მარიუპოლი პარე ვიწყია დავამთავროთ 2020-მდე მივა. თუ ჩაჭრეს უკრაინელებმა აზოვის ზღვაზე მარიუპოლის მიმდებარე საპოროჟიე დონეცკის ოლქების სიახლოვეში ჩაჭრეს და ორ ნაწილად გაყვეს ეს ფრონტის ხაზი, რუკა სადღაც იყო და ეხლა მიზანება მოძებნა.
იცოდეთ, რომ რუსეთს დედა აღარ აყავს. უფრო ზუსტი რომ ვიყო, რუსეთს დედა აღარ აყავს არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ დედა უფრო აღარ აყავს. თუ უკრაინელებმა ამ წარმატებას მიაღწიეს. ნახვამდის.